მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო არის UFC Fight Night-ის ბელალ მუჰამედი, გაბრიელ ბონფიმის წინააღმდეგ ქარდის ბეტინგ განხილვა. ვიცი ბევრი ელოდებოდით ამ ვიდეოს განსაკუთრებულად წინა კვირის შემდეგ. წინა კვირას ძალიან კაი ქარდი იყო ბეტინგის მხრივ, რაც ვილაპარაკე, რეებიც ვილაპარაკე. თითქმის ყველაფერი წამოვიდა, ერთადერთი რაც იყო, პიკი რაც მქონდა. თავარი ბრძოლა სონ გიადონგის ფინის კონკრეტულად submissions ნახდად არ ველოდებოდი უფრო KO-ს ან decisions ვფიქრობდი სულ მქონდა 5 ბილეთი რომლიდანაც 4 წამოვიდა ძალიან ბევრ ჩხუბს ვფიქრობდი ამ ქარდზე ძალიან ბევრი ჩხუბები მქონდა აღებული და ყველაფერი მართლა ზუსტად ისე წამოვიდა ძალიან იშვიათად არის ხოლმე საერთოდ ესე ქარდზე რომ ამდენი პოზიცია ისე წამოვიდეს როგორც მგონია იღბლიანი დღე გამოვიდა ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს ქარდიც მსგავსად იქნება სანამ ამ ქარდზე გადავალ გაჩვენებთ ჩემ ბილეთებს თუ რეები გავამწვანე და რამ გამიფუჭა პირველი განახებთ თუ რა იყო წაგებული ბილეთი სულ ორი პოზიცია მქონდა აღებული პირველი პოზიცია იყო ალონზო მენიფილდის ფინიში ანუ KO-1 submission-ი 4 და 29 კოეფიციენტი ძალიან კაი კუში იყო მშვენივრად წამოვიდა და მეორე რაც მქონდა აღებული მქონდა სონ გიადონგის KO სუფთა KO 2 მქონდა კოეფიციენტი და ამან გააფუჭა ეს ბილეთი 8.67 იყო მთლიანობაში კოეფიციენტი ამ ბილეთში ძალიან ისეთი სულელური შეცდომა მომივიდა უბრალოდ იმდენად არ ვფიქრობდი სონ გიადონგის submissions რომ პირდაპირ არც შემიხედავს ფინიში რო ამეღო არადა კოეფიციენტებში დიდი განსხვავება საერთოდ არ იყო ჭკვიანური იქნებოდა რომ TKO-1 submission-ი ამეღო, მაგრამ როგორც თქვი არ დავაკვირდი საერთოდ, პირდაპირ KO ავიღე და გავაფუჭე ეს ბილეთი, თუმცა დანარჩენი 4 მშვენივრად წამოვიდა. პირველი ბილეთი რითიც ყველაზე ამაყი ვარ, ორი ქალების ჩხუბი, პირველი ჯაკალი ნამორიმის submission-ი და მეორე ანჯელა ჰილის უბრალოდ გამარჯვება, ამორიმის submission-ი 3.50 კუში, ანჯელა ჰილის 2.53 მთლიანობაში 8.51 მშვენიერი ბილეთია ეს, ძალიან გამიხარდა ეს ბილეთი რომ დავსვი. შემდეგი ბილეთი იყო ჯაკალი ნამორიმის უბრალოდ გამარჯვება 1.76 კოდი ჰადონი 1.27 მერე იყო ჯეიკ მეთიუსის KO-1 decision-ით მოიგო ჯეიკმა 1.65 და ბოლოს სერგეი პავლოვიჩის პირველ მეორე რაუნდში ფინიში უადვილესი კოეფიციენტი როგორც გითხარით ყველაზე მეტად ამის მჯეროდა და პავლოვიჩმა პირველივე რაუნდში თავიდანვე გადაუვარა ტეიშეირას 5.72 შეიკრა აქ კოეფიციენტი 50 ზლოტი და 286 წამოვიდა. შემდეგი ბილეთი პირველი პოზიცია ლუის ფელიპე დიასის ფინიში მქონდა აღებული 2.14 ისაკლის წინააღმდეგ პირველივე რაუნდში დააფინიშა და ნოკაუტა დიასმა მერე მქონდა პერეზი აღებული და მოგეხსენებათ პერეზის ჩხუბი მეორე რაუნდში გაჩერდა low blow იყო და ვეღარ გააგრძელა პერეზმა ამიტომ no contest-ი გამოცხადდა ამოვარდა ეს კუში და მესამე პოზიცია სერგეი პავლოვიჩის პირველი რაუნდის ფინიში 4.28 ესეც მშვენივრად წამოვიდა და ბოლო მეოთხე ბილეთი პირველი პოზიცია ისევ ლუის ფელიპე დიასის ფინიში შემდეგ პერეზი სუმუდარჯის ჩხუბში 1.5-ზე მეტი მქონდა აღებული მოდიოდა იდეაში თითქმის მეორე რაუნდის შუაში იყვნენ, მაგრამ no contest-ი გამოცხადდა ვერ გააგრძელა პერეზმა. ამოვარდა ეს კოეფიციენტი, შემდეგი იყო კაია საკურას უბრალო მოგება, კაია საკურამას დააფინიშა პირველივე რაუნდში სმადერმენი და ბოლოს ჟანგმიანგი ალონზო მენიფილდის ჩხუბში რო KO-ით დასრულდებოდა ეს ჩხუბი დასრულდა KO-ით ალონზო მენიფილდმა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა მიანგი და 3.99 ესეც ძალიან ჯგრულად წამოვიდა აქაც 50 ზლოტი და როგორც ხედავთ შედარებით ცოტა მეტი მქონდა ბეტინგისთვის გადადებული ამ ქარდისთვის რაღაცნაირად მჯეროდა და გაამართლა ამ ჩემმა ინტუიციამ
გეტყვით ეხლავე რომ ამ ქარდისთვისაც მსგავსად ვარ განწყობილი მართალია არ არის ამ ქარდზე ჩემთვის ბევრი პოზიციები რაზეც ვფიქრობ რომ ღირს ბილეთის შექმნა მაგრამ არის რამდენიმე ჯგუფი სადაც მგონია რომ ფასეულობა აქვს ამ ჯგუფებს და პოზიციებს ზუსტად ამიტომ ვფიქრობ კაი ქარდი უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში და ცოტას უფრო გაურისკავ ამ ქარდზეც დავიწყოთ მოკლედ გეტყვით ზუსტად რას როგორ ვფიქრობ, რა ბრძოლებს ვფიქრობ, რა პოზიციებს. პირველი ჯგუფი რაც მომწონს არის სულ პირველი ჯგუფი რაც გვაქვს ერლი პრელიმების პირველი ჯგუფი კეტლინ სოუსა, არიანი კარნელოსის წინააღმდეგ ჩემი განხილვათ ვნახეთ პროგნოზები იქ ვილაპარაკე რომ რემატჩია ეს 2019 წელს ამ გოგოებს ნაჩხუბარი აქვთ UFC-ს გარეთ ორივე ბრაზილიელია და რაღაც ბრაზილიულ ორგანიზაციაში აქვთ ნაჩხუბარი იქ მაშინ კარნელოსიმ გაიმარჯვა მესამე რაუნდში თიფკიკით და ფინიშა სოუზა მაგრამ მაშინ სოუზა ძალიან ახალბედა იყო MMA-ისთვის ძალიან გამოუცდელი იყო საერთოდ ფიზიკურადაც სულ სხვანაირი გოგო იყო თუ შეხედავთ მაშინ როგორი იყო და ეხლა როგორია იმის შემდეგ ბევრი ჯგუფი ჩაატარა ბევრად მეტი გამოცდილება მიიღო გაიზარდა უფრო განავითარა თავისი სკილები ხოლო კარნელოსის რაც შეეხება ვფიქრობ კარნელოსი იმ ჯგუფში როგორიც იყო ზუსტად ისეთია ეხლაც ფიზიკურადაც და სკილებითაც. ზუსტად იგივე სტილი აქვს, ზუსტად ისევ იგივე საკეთებს, არც მაშინ იყო მაღალი დონის მებრძოლი და ჩემი აზრით ეხლაც ძალიან დაბალი დონის მებრძოლია. ვფიქრობ ეხლა უკვე განვითარებული სოუზა დაამარცხებს მას, თუმცა ძალიან დიდი ფავორიტია სოუზა 1.32 აქვს კოეფიციენტი, კარნელოსის აქვს 3.32 შეიძლება რაღაც ბილეთებში სოუზას უბრალო გამარჯვების დამატება იქიდან გამომდინარე რომ ვფიქრობ ძალიან დიდი შანსი აქვს და ვფიქრობ რომ გაიმარჯვებს აუცილებლად ამ დაპირისპირებაში მაგრამ კიდევ რაც მომწონს ვფიქრობ ძალიან დიდი შანსი აქვს სოუზას რომ ეხლა ამ რემატჩში აქეთ დააფინიშოს კარნელოსი 3.40 აქვს სოუზას ფინიშს და ვფიქრობ შეიძლება ამაზე გარისკვა. ნანახი მაქვს კარნელოსის ბოლო ჯგუფებში რომ საკმაოდ ადვილად ზიანდება და ვფიქრობ შესაძლებელია მისი დაფინიშება. თან აქვს სოუზას ფინიშები და ზუსტად ამიტომ კაი პოზიცია მგონია, თან კოეფიციენტი ძალიან მომწონს სოუზას ფინიშის. შემდეგი ჯგუფი გადავახტები ბევრ ბრძოლებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი კუშებია არ მომწონს ფავორიტებს აქვს ძალიან დაბალი კუშები და ვფიქრობ ამ ხელა ფავორიტები არ უნდა იყვნენ უბრალო მოგებებს გულისხმობ და პოზიციებიც დიდად არ მომწონს ზუსტად ამიტომ პირდაპირ მივადგები ივო ბარანევსკის ჯგუფს და გეტყვით რომ ეს ჯგუფი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ქარდზე და საერთოდ ჩემი ბეთინგი ამ ქარდზე იქნება ივოზე აგებული მთლიანად მივენდობი ივოს და გეტყვით რას ვფიქრობ ივოს 1.37 ქონდა კვირის დასაწყისში თავიდანვე მოვასწარი ვიცოდი რომ დააკლდებოდა აუცილებლად აღებული მაქვს ივო და ეხა აქვს 1.24 ჩამოეწია როგორც ვივარაუდე ასევე აღებული მაქვს ივოს ფინიშით მოგება საერთოდ ყველაფერს დაწეული აქვს ეხა კუში უფრო დიდი ქონდა მე როცა დაჭერილი მაქვს გამოვიდა თუ არა პოზიციები მაშინვე ავიღე იმიტომ რომ ვიცოდი რომ დააკლდებოდა როგორც გითხარით ეხლა ივოს ფინიშს 1.30 აქვს ყველგან მაქვს ივოს სხვადასხვა პოზიციები მიმული სხვადასხვა ჯგუფებზე ზოგან მაქვს ივოს KO აღებული, ზოგან მაქვს submissions 5.25 აქვს, ბევრად მეტი ქონდა 6.50-მდე ქონდა, როგორც მახსოვს. ვფიქრობ, როგორც KO submissions ძალიან რეალურია ამ ჯგუფში, ჩვენ ვიცით, რომ AFAS გრეპლინგი ძალიან დაბალი დონის აქვს და ძირითადად გრეპლინგით უგებენ ხოლმე უადვილესად, ივო თუ შეეცადა გრეპლინგს ამ ჯგუფში AFAS წინააღმდეგ, ძალიან ადვილი გზა ექნება, მაგ მხრივ ვფიქრობ. თუმცა არ ვენდობი მოგეხსენებათ ივო ნოკაუტორია თავისი ყველა ჯგუფი UFC-ში ნოკაუტით აქვს მოგებული და
დიდი ალბათობით ტაფასაც დგომში დაუდგება და არ გამოურიცხავ, რომ თავიდანვე გააგოროს ტაფაც. ზუსტად ამიტომ აღებული მაქვს KO-ც და submission-ებიც და კიდე გადანაწილებული მაქვს EVOS პირველი რაუნდის მოგება 1:60-ზე ჩამოვიდა, 2 და რაღაცა ქონდა მახსოვს. მოკლედ პირველი რაუნდის ფინიში მაქვს აღებული EVOS-ი, ასევე მაქვს პირველი რაუნდის KO, ესეც 1:98-ზეა ჩამოსული, უფრო მეტი იყო და მაქვს კიდევ აღებული EVOS პირველი მეორე რაუნდის ფინიშები 1:39-ზეა ეხლა, ამასაც დაწეული აქვს რა თქმა უნდა. მოკლედ ხო რა ყველაფერი ვთქვი, რეებიც მაქვს აღებული. ძირითადად EVOS KO, EVOS submission-ი, EVOS პირველი რაუნდის ფინიში და EVOS პირველი მეორე რაუნდის ფინიშები. რაც შეეხება სხვა ჩხუბებს, რაც მაქვს მიბმული EVOS-თან, არის სულ 3 ჩხუბი. და გეტყვით ამ 3 ჩხუბს. ერთ-ერთი არის სანტიაგო ლუნა, ბრაის მიჩელის წინააღმდეგ 2:13 აქვს. ძალიან მომწონს ლუნას კოეფიციენტი, ვფიქრობ ძალიან დიდი შანსი აქვს. SBG ბაზით არის მოჭიდავე, მოგეხსენებათ, მიჩელიც მოჭიდავეა, თავისი მთლიანი სტილი აქვს ჭიდაობაზე და გრეპლინგზე აგებული. დგომი ძალიან ცუდი აქვს, დგომში თუ გაუჩერდა ლუნას, პირველივე რაუნდში დააფინიშებს ლუნა, მაგრამ ვფიქრობ შეეცდება ტეიქდაუნებს. ლუნა დაიცავს, ან ძირს რო ჩავა, წამოუდგება და ძალიან ვფიქრობ ლუნას ფინის. მომწონს მოკლედ კოეფიციენტები ლუნასი. უბრალოდ money line-ი, ანუ უბრალო აღება ლუნასი 2:13 შვენიერია, მაგრამ შეიძლება ასევე სანტიაგო ლუნას ფინიშის აღება 3:88 აქვს ეხლა. ძალიან კაი კოეფიციენტია. ხო, ლუნას ჩხუბში, ლუნა ბრაისის ჩხუბში ეს ორი კოეფიციენტი მომწონს. შემდეგი მომწონს ფარეს ზიამი ტომ ნოლანის წინააღმდეგ 1:32 აქვს ფარეს ზიამს. ესეც ვფიქრობ შეიძლება ამის დაწერაც და ყველაზე მეტად რაც მომწონს ფარეს ზიამის ფინიში 2 აქვს კოეფიციენტი. ვფიქრობ გასვლებში შევა ნოლანთან, ნოლანი შეეცდება თავიდანვე აქტიურად დაიწყოს და ვფიქრობ ზიამი დააფინიშებს. წინა ჩხუბში ფარეს ზიამს ყავს ნაზიმ სადიხოვი დაფინიშებული და ვფიქრობ ნაზიმ სადიხოვი უკეთესი მებრძოლია ვიდრე ნოლანი. საბოლოო ჯამში ამ ჩხუბში ზიამის გამარჯვება და ზიამის ფინის ვფიქრობ. და ბოლო რაც მომწონს, მით უმეტეს ეხლა უფრო ბელალ მუჰამედის გამარჯვება თავარ ჩხუბში. აიწია კოეფიციენტი, როგორც ჩანს, ბონფიმმა დაიმსახურა ხალხის სიყვარული, მოდის ფული ბონფიმისკენ. დაეწია ქვემოთ ბონფიმს 1:79 აქვს ეხლა მუჰამედს 1:98 აქვს ბონფიმს. მაინც რა ვიცი, მე დავრჩები ჩემ აზრზე და ვფიქრობ, რომ ბელალ მუჰამედი თავისი გამოცდილებით გადაიტანს თავიდან ბონფიმის ძლიერ პირველ მეორე რაუნდს და ბოლოსკენ ვფიქრობ ძალიან დიდი უპირატესობა უნდა კონდეს. თან რთულია ძალიან მუჰამედის დაფინიშება, რთულია მისი ძირს ჩაყვანა და თუნდაც გაკონტროლება. ამიტომ დგომში ნადად არ ვფიქრობ, რომ ბონფიმი დააფინიშებს. მომწონს ძალიან მუჰამედის ეს კოეფიციენტი, ვფიქრობ ფასეულობა არსებობს ამ ჩხუბში და ხო, უბრალო მოგება 1:79 მშვენიერი კოეფიციენტია. რაც შეეხება გამარჯვების მეთოდს, შეიძლება ბოლოსკენ დააფინიშოს მუჰამედმა, არ გამოურიცხავ, უკვე დაღლილი ბონფიმი, ან decision-ი ყველაზე ისეთი ვარიანტია მუჰამედისთვის, მაგრამ მაინც მე არ გაურისკავდი, მშვენიერი 1:79-ია. საბოლოო ჯამში 5 ჩხუბი, რაც მომწონს ამ ქართზე, მხოლოდ ეს 5 ჩხუბია, სხვა ჩხუბებში ვერ ვხედავ ფასეულობას, როგორც გითხარით. ვამბობ, ეხლავე გეუბნებით, რომ ყველგან ივო მაქვს სხვადასხვანაირი გამარჯვების ვარიანტებით აღებული და მიბმული მაქვს აი ეს ჩხუბები, რაც გითხარით, დანარჩენი 4 ჩხუბი. ძალიან ვენდობი ივოს ამ ქართზე, საერთოდ ივოს კონტენდერებიდან მოყოლებული, სულ ბეთაობ მასზე და სულ მიმართლებს და
მისი კარდი როცა არის თან სხვა ჩხუბებიც, რასაც როგორ ვიძახი, მოდის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, აქაც მსგავსად იქნება, აგერ უკვე 3 ჩხუბია კონტენდერების ჩათვლით, რაც ჩხუბობ. თან კონტენდერებში დიდი ანდერდოგი იყო, გაამართლა იქ, შემდეგ დებიუტში ციბო არსლანთან თანაბარი კოეფიციენტები ჰქონდათ, 1.90 ჰქონდა, სადღაც ორივეს როგორც მახსოვს. მანდაც რა თქმა უნდა ნოკაუტით მოიგო და ყველაზე კაი ჩემთვის და წარმატებული იყო იოს ბოლო ჩხუბი ოსტინ ლეინის წინააღმდეგ. ზუსტად ეგ იყო პირველი ვიდეო მაგ კარდის შემდეგ გადავწყვიტე ეს ჩემი ბეტინგ ვიდეოების გაკეთება და მაგის მერე დავიწყე. იმდენად კაი კარდი იყო ჩემთვის და ბეტინგის მხრივ იმდენად კარგად წამოვიდა, ზუსტად მაშინ დავფიქრდი და გადავწყვიტე რომ თქვენთვის მელაპარაკა ბეტინგზე. დიდი იმედი მაქვს, ესე გააგრძელებს იო და ნახავს წარმატებას და მეც წარმატებულად დამტოვებს. ხო რა, სულ ეს იყო. ვილაპარაკე ყველა ის ჩხუბი ვთქვი, რაც მომწონს. დაალაიქეთ ვიდეო, თუ მოგეწონათ საერთოდ ვიდეო და ჩემი ფიქები, ასევე დამიწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ თქვენ ბეტინგის მხრივ ამ კარტზე, რა პოზიციები მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ ასევე არხის გამოწერა და ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. დიდი კვირა არის ჩვენთვის, იმიტომ რომ White House-ის კარდია ილიას მთავარი ჩხუბით და შევხვდებით შემდეგ კვირას, მოკლედ peace out.